ბატონო კახა მინდა გთხოვოთ რომ რა თქმა უნდა სარჩელი ცნობილია სასამართლოსთვის ყურადღება გაამახვილეთ ვინაიდან ერთადერთ ასე ვთქვათ კონსტიტუციურ ნორმასთან მე-11 მუხთან არის დაყენებული მოთხოვნა და მიგაჩნიათ რომ დისკრიმინაციული მოპყრობის ასე ვთქვათ მსხვერპლები არიან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფები უბრალოდ რომ კარგად განმარტოთ აი დიფერენცირებული ასე ვთქვათ ჯგუფები რომელთა მიმართაც თქვენ მიგაჩნიათ რომ აი დიფერენცირებული მოპყრობა აი დააიდენტიფიცირეთ უფრო ზუსტად ასე ვთქვათ შესაბამისი ჯგუფები. გასაგებია, დიდი მადლობა. ორი ნორმა არის გასაჩივრებული ქალბატონო მოსამართლე, როგორც სასამართლო კოლეგიას მიმართა სრულთლიანობაში, როგორც ძანეთ. 625 მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის და პრივილეგიის მინიჭებას ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის. განსხვავებით სხვა გამსესხებლებისგან, სხვა გამსესხებელები ბუნებაში შეიძლება იყოს კერძო გამსესხებელი, ეწოდებული მევახშეები და როდესაც კანონმდებლობით დაწესდა შეზღუდვა პროცენტის ზედაზღვართან მიმართებით, ეს არის საბაზრო განაკვეთის 2.5 ოდენობა, იმავდროულად დაწესდა გამონაკლის, როდესაც შემოტანილი იქნა ეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ეს საკანონმდებლო შეზღუდვა საკანონმდებლო ორგანოში, თქვენ რომ განმარტებითი ბარათი ნახოთ, იქაც მითითებული არის, რომ მისი ძირითადი мотиваცია იყო ის, რომ ქვეყანაში არის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან საკრედიტო ინსტიტუტების მომხმარებლები, მოვალეები, ეხა აღარ არის საჯარო, მაგრამ იმ ეტაპზე საჯარო იყო და ყოველთვიურად დაახლოებით 5-7 იზრდებოდა მოვალეთა რეესტრში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა და ეს იყო დასაბუთება, მაშინ სხვა შეზღუდვაც იქნა მიღებული კანონმდებლობაში თუ გახსოვთ თქვენ რომ აიკრძალა ერთადერთი საცხოვრებელი ფართის იპოთეკით დატვირთვა და ასე შემდეგ. თუმცა ეს კანონის პროექტით გაცხადებული ლეგიტიმური მიზნები და განმარტებით ბარათში გაცხადებული მიზნები საბოლოო ჯამში მხოლოდ გონივრული ეჭვი შემიძლია გამოთქვა რომ ლობირების შედეგად თითქმის ნულამდე იქნა გაყვანილი ამ შემზღუდავი რეგულაციის შედეგად, იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილი არის ეხლა სტატისტიკა არ აქვს წარმოდგენილი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ სესხით, რა თქმა უნდა, მათი უდიდესი ნაწილი 90%-დან მეტი სარგებლობს სწორედ ბანკების, მიკრობანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებით და თუ მათზე არ გავრცელდებოდა ეს საკანონმდებლო რეგულაცია და ეს საკანონმდებლო სიკეთე, რა თქმა უნდა, მაშინ პრაქტიკულად ნულამდე იქნებოდა დაყვანილი მისი პოზიტიური ეფექტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეს ეგრეთ წოდებული მოვახშეობა საერთოდ არ არის ლეგალური საქართველოში, მათი 99%-ზე მეტი არ რეგისტრირდება როგორც მეწარმე და შეუძლებელი არის, რომ სახელმწიფოს მიეღო ამ ტიპის შეზღუდვა რაღაცა არალეგალური ბიზნეს საქმიანობის რეგულირებისათვის. შესაბამისად, დისკრიმინაციული მდგომარეობა არის სწორედ იმ ჯგუფის მიმართ, მომხმარებლების, ბანკის კლიენტების, მოვალეების, როგორც გინდათ უწოდოთ, რომელთა მისამართითაც თავიდან იქნა ეს კანონი დაინიცირებული. ერთი წამით რო გავაკეთოთ ანალოგია, რომელიც შეიძლება ფლად ზუსტი არ იყოს, მაგრამ შინაარსობრივად მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ასახავს ამ ვითარებას, სახელმწიფო თქვენ იცით, რომ მოვალეთა ინტერესების გარდა ზრუნავს ბევრ სხვა საკითხზე, მაგალითად სურსათის უმნებლობაზე. და აი სახელმწიფო მაგალითად მიიღო მარეგულირებელი კანონი, რომ რაღაცა ხორცში ან სოსისში არ უნდა იყოს რაღაცა ემულგატორების შემცველობა, რაღაცა გარკვეულ იმაზე რა ქვია, დონეზე უფრო მეტი, იმიტომ რომ ეს საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მაგრამ მე ჩაერინნენ იმაში რა ქვია, საკანონმდებლო კენჭისყრის წინ საქმიანობაში დაინტერესებული მხარეები და კანონი მიღებული იქნა ასეთი ფორმულირებით, რომ ემულგატორიანი და კიბოს გამომწვევი ნივთიერებები არ უნდა იყიდებოდეს საქართველოს სასურსათო ქსელებისა, გარდა ნიკორასი, ორინაბიჯისა, სპარისა და კიდე რამოდენიმე დანარჩენი პატარა მაღაზიებში გაყიდეთ თუ კიდე. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა როგორც დისკრიმინაციული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სწორედაც რომ ამ ქსელებში შეიძენდნენ ამ პროდუქტებს, იმიტომ რომ მათზე არ გავრცელდებოდა, ისინი დისკრიმინაციულად იქნებოდნენ გამორიცხული იმ საკანონმდებლო სიკეთიდან, რომელიც დეკლარირებული იყო კანონის მიერ. ჩვენ შემთხვევაში ჩემი პირველი მარწმუნებელი ამ ნორმასთან მიმართებაში არის ბატონო ალიკო კოხია, რომელსაც აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 51%-იანი შემთხვევით დაემთხვა, არაფერში არ არის ციფრი, 51%-იანი წლიური სესხი აღებული, ხოლო საბანკო სექტორში მე ხომ მტკიცებულების სახით არ წარმოვადგინე ჯერ ერთი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და გარდა ამისა პირდაპირ ასე ვთქვათ მტკიცებითი ძალა არ აქვს და ისედაც გეცოდინებათ თქვენ 50%-ამდე წადის ავტოკრედიტები. იქ ნათქვამი იყო რომ იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში სასამართლოს მეგობარს რომ გამოუგზავნა ბანკების ასოციაციამ ნამდვილად სესხის პროცენტები არის უფრო დაბალი, მაგრამ პირველი გასაჩივრებული ნორმა ჩვენი 625 არ შეეხება
მხოლოდ იპოთეკებს მეორე ნორმა შეეხება, რომელზეც გადავალ, ხოლო პირველი ნორმა შეეხება ზოგადად სესხებს და აქ არის წარმოუდგენელი, სოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან რაც ჩანს იმ კონტინენტებზე 50%-იან სესხებს. ეს ხდება არა მარტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, მაგალითად ავტოკრედიტებზე Liberty ბანკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკის მიერ არის დაწესებული 58-59%-იან კრედიტებსაც თქვენ ნახავთ. რაც შეეხება მეორე ნორმა, რომელიც ჩვენს მიერ არის გასაჩერებული 276 მუხლის მესამე ნაწილი, ესეც გულისხმობს ამ ტიპის გამონაკლის, როდესაც კანონის მიერ დაწესებული არის შეღავათი, რომ როდესაც იპოთეკით დატვირთული ქონება გამოდის აუქციონზე, ასეთ შემთხვევაში აუქციონზე ქონების გაყიდვის შედეგად ეს სესხი ითვლება შეწყვეტილად, თუმცა დაწესებული არის გამონაკლისები ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომ მას შეუძლიათ ეგრეთ წოდებული ნარჩენი დავალიანების ჩვენი მოქალაქეები კუდებს ეძახიან, ისე რა ვიცი, დასავლეთში გამოიყენება სხვა ტერმინები, დეფიციტური ვალები და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის რჩება ეს როგორც დავალიანება. ანუ ადამიანმა შეიძლება აიღოს იპოთეკური სესხი და ჩემი მეორე მარწმუნებელი, რომელიც დარბაზში არის კახაბერ გოგოძე, ის კონკრეტულ შემთხვევას ვიტყვი, თუმცა რა თქმა უნდა ეს ამ შემთხვევაში არის როგორც სამაგალითო, უბრალოდ ნორმის შინაარსი, სადავო ნორმის შინაარსი, რომ კარგად გადმოვცეთ, 107.000 ლარი იქნა მის მიერ სესხი აღებული, საიდანაც დაფარა ნაღდი ფულით 62.000 ლარი. რის შემდეგაც ბანკმა, საქართველოს ბანკმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პანდემიის დროს აუქციონზე გაუყიდა ორი უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართები, რომელთა ჯამური ღირებულება მის მიერ შეფასებული იყო 97.000 ლარად, ანუ სულ ბანკმა 107.000 ლარიან სესხში მიიღო 159.000 ლარი, თუმცა ამ სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნა პროცენტში და შესაბამისად საქართველოს ბანკმა კვლავ დატოვა მოთხოვნა მის მიმართ 34.000 ლარის ოდენობით, ანუ 107 გასცა სესხი, 157 მიიღო უკან, იპოთეკით გაუყიდა ქონება, თუმცა იპოთეკით ქონების რეალიზაციის შედეგად კვლავინდებურად დარჩა ეს სესხი, ეგრეთ წოდებული კუდი 34.000 ლარის ოდენობით. დღესაც ძალაშია, თუ იცით ეს ვალდებულება შეუსრულებელია. იმ დროისათვის, როდესაც შემოტანილი იქნა სარჩელი, დიახ, ძალაში იყო ეს ვალდებულება და წარმოვადგინე მე ფოთის საქალაქო სასამართლო განიხილავდა ეს სასამართლოში მიმდინარე საქართველოს ბანკის სარჩელი. თავიდან რო გითხრათ, მეც კარგად ვერ გავერკვიე, მომიხდა ამისი გარკვევა, რომ აუქციონის შემდეგ თუ ბანკი ისედაც კანონის ნორმას რო თავი დავანებოთ, კიდე 34.000 ლარს მოითხოვდა მოვალისგან, ცოტათი დაუჯერებელიც იყო. ჩვენ შემოტანილი გვაქვს, არ ვიცი, წელამდელ სესიაზე. რატო იყო დაუჯერებელი? კანონის საშუალებას ხო იძლეოდა კანონი? ვალი ქონდა ხო, მისი ვალი ამდენი გახდა. ქონებამ რაღაცა დაფარა, რაღაცა ვერ დაფარა. სიქრებებიც მოგახსენეთ ბატონო სამართლე, 107.000-ში 157.000 ლარი მიიღო ბანკმა. აუქციონზე მაშინ ამაზე მინდოდა გადასვლა. აუქციონის წესებსაც მნიშვნელობა აქვს და მე გადავალ მოკლედ ალბათ დასავლურ პრაქტიკასაც მოგახსენებთ. აი აუქციონთან დაკავშირებით იყო საკონსტიტუციო სამართლის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ნულამდე დაიყვანა, ეს არის ნულოვანი აუქციონები. არ ვიცი ეს რომელ შემადგენლობის მიერ იქნა მიღებული, იცით თქვენ რომ იყო კანონში ჩადებული ნულოვანი აუქციონები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ცნობს ძალადაკარგულად აბსოლუტურად სწორი არგუმენტაციით, მაგრამ არ ვიცი, იცით თუ არა, მე რა გადაწყვეტილება მიიღო იუსტიციის მინისტრმა. ამას ქვია საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას და მთლიანად ყველაფრის შეურაცხყოფა იუსტიციის მინისტრმა დაადგინა 5%-იანი აუქციონები. ანუ სასამართლოს საკონსტიტუციო თქვა რომ 0%-ში არ უნდა გაუყიდო ქონება და უნდა ეცადო რომ რაღაცა რეალურთან ახლოს გაყიდო, რომ ვალი ამოიღო. მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ თქვა რომ არა, 5% იყოს, რადგან საკონსტიტუციო თქვა რომ 0 უსამართლობა, მოდი იყოს 5%. ამიტომაც, როდესაც ქონება იყიდება დაბალ ფასში, ყველა ხვდებით ჩვენ რომ ჩაუფასების შედეგად ბანკმა კი იყიდა ეს, თვითონ იყიდა ბანკმა ეს ქონება და საერთოდ ასეთ ტიპის აუქციონებზე კომერციული საკრედიტო ინსტიტუტები თვითონ ყიდულობენ ამ ქონებას, რა თქმა უნდა, მისი მოგება კიდევ უფრო მეტი არის რეალურად, ანუ 97.000 კი გავაპრობენ, მაგრამ მისი რეალური ღირებულება კიდევ უფრო მეტი არის. ამიტომაც კი, რა ვიცი, ვისთვის დაუჯერებელი არის, ვისთვის არა, პრაქტიკასაც მოგახსენებთ და რა ვიცი, მე მგონია რომ თუ ქვეყანას მართლა აქვს დეკლარირებული რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, მეტნაკლებად მაინც ამ ცივილიზებულ სამყაროში, მათ შორის საბანკო საკრედიტო სფეროში არსებული სტანდარტებიც ალბათ უნდა გავრცელდეს. რაც შეეხება პრაქტიკას, ეხლა საკმაოდ რთული მოსაძებნი გახდა პრაქტიკა, იმიტომ რომ ნორმები არის საგამონაკლისო, ორივე ნორმა არის საგამონაკლისო, ანუ ჩვენ ვასაჩივრებთ არა ზოგადად
მრავლობითი არის პრაქტიკა პროცენტის ზედაზღვარი რამდენი უნდა იყოს ან იპოთეკის რეალიზაციის წესი, არამედ ამ ნორმებიდან გამონაკლისს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ვერ ვნახე, მაგრამ ვნახე რამდენიმე ევროპული ქვეყნის და შეერთებული შტატების პრაქტიკა. ძალიან მოკლედ, რა ვიცი, თუ არ გადავაჭარბებ ჩემთვის დადგენილი მით ამაზეც მოგახსენებთ. პირველ რიგში სანამ უცხოურ პრეცედენტებზე ვიტყვი, უზენაესმა სასამართლომაც, ჩვენმა უზენაესმა სასამართლომაც გარკვეულწილად შემხებლობაში არის ჩვენს საქმესთან. 2020 წელს იმსჯელა სესხის ზედაზღვარზე, ესეც ჩემი აზრით იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული გადაწყვეტილება, რომელიც მიუღია ჩვენ სასამართლოებს ბოლო წლების მანძილზე, იმიტომ რომ ეს არის საქმის ნომერი 100-470-220, 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ ცნო ბათილად მხარეთა შორის ხელშეკრულება, სადაც აღემატებოდა საპროცენტო სარგებელი საბაზრო განაკვეთს 17.62%-ის ოდენობით იყო ეს განაკვეთი დადგენილი მხარეებს შორის. საინტერესო იმითი იყო ეს გადაწყვეტილება, რომ უზენაესმა სასამართლომ დაუდო ამჯელობას სამოქალაქო კოდექსის 54 მუხლი ბათილი გარიგებების შესახებ, ამორალური გარიგებების შესახებ და გვერდი აუვარა სპეციალურ ნორმას, 625 ნორმას, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ განაკვეთს. პირდაპირ ამოწერილი მაქვს აქ პუნქტი 6.12. უზენაეს სასამართლო ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯდება კანონით განსაზღვრულ ფორმალურ განაკვეთში ეს მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ის არ უნდა აღემატებოდეს ბაზარზე, მნიშვნელოვნად არ უნდა აღემატებოდეს ბაზარზე არსებულ განაკვეთს იმ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ ციტირებ იმის გათვალისწინებთ, რომ გამსესხებელი ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, რომელიც ხელშეკრულებაში ძლიერ მხარეს წარმოადგენდა და სესხის პროცენტიც მან განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არ შესაბამება სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების ზოგად პრინციპს. ციტატის დასასრული. აქ მე გერმანიის სასამართლო პრაქტიკაში შეგვხვდება იგივე 54 მუხლის იქაური ანალოგიით ამ საკითხის დასაბუთება. უბრალოდ მოგახსენებთ, აქ მნიშვნელოვანი კიდე ერთი არგუმენტი ისაა, რომ უზენაეს სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიმართებაში, ციტერებაში ხედავთ თქვენ, რომ უზენაეს სასამართლო არგუმენტად უთითებს იმას, რომ სწორედაც რომ ის ვისთვისაც კანონით დაწესებული არის გამონაკლისი, ანუ ამ შემთხვევაში ეკონომიკური სუბიექტი, არ უნდა იყოს უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული. და მე სასამართლოსთვის გამოგზავნილი მეგობრის მოსაზრება ვნახე, იქ პირიქით ჯელობა არის განვითარებული, რომ ვითომ საკრედიტო ინსტიტუტებს მეტი ხარჯი აქვს, რა ვიცი, მეტი რაღაცა სირთულეები გააჩნიათ და ამიტომ მათ შეიძლება უფრო მაღალი პროცენტი ჰქონდეთ დაწესებული სასესხო პროდუქტზე. უზენაეს სასამართლო საპირისპირო ჯელობას ავითარებს და ასევე მე-16 პუნქტი არის ამავე გადაწყვეტილების. ხო, ამაზე მოგახსენეთ, რომ ესე იგი ამორალური გარიგების ნორმას იკეთებს. შეიძლება ჩაგეკითხებით, ბანო, ხო, რადგან თქვენ პრაქტიკას უთითებთ ახლა, ხო? ანუ ეს პრაქტიკა რეალურად თქვენი არგუმენტის გასამყარებლად მოყავთ, ხო, რომ ანუ სხვაგვარად განმარტა სასამართლომ, კი არის კანონით 50%-იანი ზღვარი, ხო? 50-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ აი 48 თუა, 51 თუა თქვენ შემთხვევაში ის კანონის ფარგლებში ექცევა თითქოს, მაგრამ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არის ასე ვთქვათ, ზედმეტად კაბალური, არასამართლიანი და დისკრიმინაციული, ხო? თუ უზენაესი სასამართლოს განმარტებით ისეთი შინაარსი შეიძინა ამ ნორმამ, რომ აი ზუსტადაც თუ საბაზრო კონკრეტული პროცენტი რაც არის განსაზღვრა 17-იც კი მიიჩნია მაღალ პროცენტატო, ხო თქვენ? ამ კონკრეტულში, მაგრამ ეს პრაქტიკები ზოგადად მაგალითად თქვენი მარწმუნებლების შემთხვევაში სხვაგვარად იქნა, თუ ჯერ არ მისულა, ხო, ეს საკითხი ალბათ უზენაესამდე, თქვა აი პროცედურა რომ ზუსტად გავიაზროთ, ანუ თუ თქვენ იცით რომ შეიძლება კანონში წერია ერთი, მაგრამ თუ სასამართლო თავისი განმარტებით რაღაცა სხვა შინაარსს და აი მაგალითად იგივე 17%-იც, რომელიც 50-ზე ბევრად ნაკლებია, შეიძლება სხვაგვარად იქნას განმარტებული და ამითი სასამართლომ სხვა შინაარსი ერთგვარად შესძინოს საერთო სასამართლომ ნორმას. არის თუ არა ეს შესაძლებლობა, რომ მაგალითად იგივე საერთო სასამართლოში დავის გზით თუ მიგაჩნიათ, რომ უფლება ირღვევა მაღალი პროცენტით, ასე ვთქვათ, და რაღაცა დისკრიმინაციის ელემენტი წარმოიშვება, თუნდაც საერთო სასამართლოში დავის გზით გადაწყდეს ეს პრობლემა და
რამდენად შეიძლება რომ შეიძლება ეს ეფექტური იყოს თუ არ იყოს ზოგადად უფლების დაცვის თვალსა თქვენ იურისტი ბრძანდებით ვიცი და ამ კითხვას აბსოლუტურად სწორად გაიგებთ. ანუ რას ვკითხულობ? გავიგე შეკითხვა ქალბატონო მოსამართლე, არა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჯერ ერთი უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თლიანობაში როცა ვნახავთ, მიღებული არის კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და იქ მითითებული არის. არა, ყველა საქმე კონკრეტულია, როცა საერთო სასამართლოშია, ხო? არ არის ის ნორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს გასაჩივრებული, შეეხება სესხებს ზოგადად. მაგრამ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის მაგალითად იპოთეკურ სესხზე, სადაც მას დამატებით სხვა გარემოებები და სხვა არგუმენტები მოყავს. გარდა ამისა, ეს პრაქტიკა არ არის, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ გაზიარებული სრულად, არ არის იმპლემენტირებული აი ასეთნაირად სრულად და ფაქტი არის, ახლა ეს ასე ვთქვათ, საყოველთაო ცნობილი ფაქტი არის, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს, რომ დღესაც სასესხო პროდუქტების, საბანკო სექტორში და მიკროსაფინანსო პროდუქტებში უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან არ არის მოყვანილი შესაბამისობაში. ჩვენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ორი პუნქტი მოვიყვანეთ, ასე ვთქვათ, კონსულში ეს ორი არგუმენტი მოვიყვანეთ როგორც არგუმენტი იმისათვის, რომ ეს ნორმები არის არაკონსტიტუციური. ისეც რო იყოს. უკაცრავად მოვატიეთ, რომ გაწყვეტინებთ და ბანკების მიერ გასაგებია, მაგრამ საერთო სასამართლოების ქვედა ინსტანციების მიერაც არ არის გაზიარებული, თუ იცით პრაქტიკა. არ არის გაზიარებული. თუნდაც იპოთეკურ სესხებზე ამ შემთხვევაში. ეს მიღებული შემთხვევაში რაოდენობას ხო არასაჩივრე ხო, პროცენტი ვასაჩივრებთ, ფინანსობრივად რაოდენობას ვასაჩივრებთ პატრონულ მოსამართლეებს, იმიტომ რომ იმ ნორმას, რომელსაც ჩვენ ვასაჩივრებთ, არის გამონაკლისი, რომ ეს გამონაკლისი არ უნდა იყოს და თუ ეს გამონაკლისი არ იქნება, მაშინ რაოდენობის მუხლი ამოქმედდება უკვე ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ანუ შინაარსობრივად რაოდენობას ვასაჩივრებთ. ბატონო გახავთ, რომ ჩავხვიდით 625. თეორია ამბობს 50-ზე მეტი აღიდება იყოს. მე კიდე არის ერთი ნორმა, რომ შინაარსობრივად არა, ხო, ისი თქვა მინდა. ანუ 50-ზე მეტი არ შეიძლება იყოს, ამბობს იქ არც ბანკებს გამოყენებს არ არის, ხო? მოყვება შემდეგ მესამე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ იპოთეკით განსაზღვრულ სესხებზე რა უნდა იყოს და როგორ დგინდება და აქედან გამონაკლისია თქვენს მიერ გასაჩივრებული, ხო? ანუ თქვენ მოთხოვნა თითქოს ისე ჩანს, რომ თუ კი მესამე ნაწილი რაღაც გარკვეულ დაცვას ადგენს, რაოდენობასთან მიმართებით, თორემ თქვენ მესამეც არ გაქვთ გასაჩივრებული, ხო? არა გვაქვს. ხო, იმიტომ რომ ის შეიძლება იმითაც საკმაოდ მაღალი გამოვიდეს ის პროცენტი. მაგრამ ამას არ გაქვს. ესაა რომ თუ კი ეს დაცვა მოქმედებს, თქვათ, მევახშერთან, რატო არ მოქმედებს ბანკებთან? ანუ ასე რაღაც კონკრეტული რაოდენობა ან სწორადაა ზედაზღვარი დადგენილი, ან არა, სწორად ასე შემდეგ, რაც თქვათ, იგივე თქვენ რაც მოიხმეთ უზენაესის გადაწყვეტილება რაც ამბობდა რომ რაღაცა ზღვარი, ანუ რაღაცა კონკრეტული პროცენტი არასამართლიანად მიიჩნია, ანუ თქვენ რაღაც კონკრეტულ პროცენტთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში არც საჩერიდან ჩანს და არც მოხსენებიდან რომ თქვა სახელმწიფო ვალდებულია რომ ზღვედაზღვარი დაადგინოს, არ დაადგინა, ან არასაკმარისად დაადგინა, ანუ ეს არგუმენტაცია არაა ხო თქვენს მიერ წარმოდგენილი. არ არის. ხო, კაცო, თქვენს მიერ არის წარმოდგენილი, რომ თუ იცავს მევახშერთან უნდა დაიცვას ბანკებთან. კი ბატონო. ანუ ზოგადად სწორია. უბრალოდ თქვენ რა პრაქტიკაც მოიყვანეთ, იქიდან გამომდინარე დაისვა ეს კითხვები. გასაგებია, კი. ანუ ბატონი მოსამართლის შეკითხვას ერთი წინადადებით გამოეხმარებენ, უხეშად რო დავთვალოთ ახლა საბაზრო პროცენტი თუ არის 10%, იპოთეკურად უცხოურ ვალუტაში 2.5 გამოდის 25% და ეს დაცვა არ ვრცელდება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებზე, რაც ჩვენ მიგვაჩნია რომ არის არაკონსტიტუციური. თუ მაქვს დრო, უბრალოდ ვიტყვი, მე ვთქვი რომ დროით არ ახარ ჩასხუტული. 325-ზე არ გიტყვიათ არა. კი ბატონო, ხო, აი 325-თან დაკავშირებით მოგახსენეთ, ესე იგი, რაც არის 276-ზე. კი, მოგახსენეთ, აი გოგოზის შემთხვევა, როდესაც მოვიყვანე, კონკრეტულად რატომ მიგვაჩნია ჩვენ რომ არიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ბანკისა და მიკროსაფინანსოს კლიენტები, იმიტომ რომ საკანონმდებლო სიკეთე აქაც გათვალისწინებულია, რომ თუ მაგალითად მევახშისგან აიღებ შენ სესხს და ჩადებ ბინაში, რომელიც მის მიერ წინასწარ არის შეფასებული, მაშინ და ეს ქონება იაფად გაიყიდება თუ როგორც გაიყიდება მევახშის მიმართ სესხის შეწყდება, მაგრამ იგივე ზუსტად იგივე ურთიერთობა, რომელიც არის დამყარებული კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მოხდა ისე რომ გაიყიდა რაღაცა კონკრეტულ თანხად, მაგალითად იაფად იმაზე უფრო მეტად იაფად, ვიდრე ეს არის სესხის რაოდენობა, ასეთ შემთხვევაში ნარჩენი
ვალდებულება მოვალეს რჩება. და ეს მესამე შედგება სამი წინადადებიდან, ხო? დიახ. პირველი და მეორე ისეთი შინაარსისა, რაზეც თითქოს თქვენ აპელირებთ, რომ აი ასეთი დაცვა სჭირდება კლიენტს, ხო? და ბოლო წინადადება ადგენს გამონაკლისს, ხო? რომ აი აქედან აი პირველთან და მეორესთან. არა, ეს თუ ესე არის მართალი როდესაც სარჩელთან არ მაქვს წამოღებული, რა თქმა უნდა ჩვენ გამონაკლისის ნორმას ვასაჩივრებთ. თქვენ გაინტერესებთ ხოლმე გამონაკლისი. რა თქმა უნდა. ის ნაწილი, რომელიც გამონაკლისს ადგენს. რა თქმა უნდა, გამონაკლისის დადგენა. აქ ამასთან დაკავშირებით დამატებით სამ პრაქტიკაზე გადავალ, იმასაც მივუთითებ პაცელო მოსამართლეებო, რომ პირიქით აქ ლოგიკასაც რო გავყვეთ და შეიძლება ლოგიკაც იქნეს როგორც ნორმის განმარტება გამოყენებული, კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასეთი დაცვა ნაკლებად სჭირდება და ამ შემთხვევაში კონკრეტულად საუბრობ 276 მუხლით გათვალისწინებულ ნორმაზე, ვიდრე ეგრეთ წოდებულ კერძო მებაღშეებს. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ კანონითაც ასე არის დადგენილი და პრაქტიკაშიც ასე არის, რომ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები წინასწარ აუდიტორული წესით აფასებენ უძრავ ქონებას, აქვთ რისკების შეფასების მთელი დეპარტამენტები და მთელი მექანიზმები, ამიტომაც მათთვის ეს რისკები, რომ როდესაც ის კონკრეტულ ბინას ფოჩი იდებს და გასცემს სეს, მათთვის ეს რისკები ბევრად უფრო პროგნოზირებადი არის, ვიდრე დაუშვათ კონკრეტულად, რა ვიცი, ვიღაცა ანზორიმ და ომარიმ თუ დადეს ერთმანეთში შეთანხმება. და კანონი პირიქით ითვალისწინებს, რომ ამ შემთხვევაში კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ათავისუფლებს იმ რისკისგან, როდესაც ხდება ქონების გაყიდვა უფრო იაფად და თუ იაფად გაიყიდა და ვალი მაინც დარჩა, ამ ვალის ამოღების შესაძლებლობას აძლევს. მე საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, თქვენი წინა გადაწყვეტილება აუქციონებთან დაკავშირებით, იმიტომ მოვიყვანე, რომ სწორედაც ესეც, როდესაც იაფად იყიდება, ესეც არ ხდება ჩვეულებრივ, ესეც გამომდინარეობს გარკვეული საკანონმდებლო დაწესიდან, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, ჩვენთან არის ძალიან სწრაფი აუქციონები და აი ამერიკულ პრაქტიკაზე როცა ვისაუბრებ, იქ შევადარებ ამ საკითხს და ხდება ჩამოფასება ძალიან სწრაფად. პირველიდან საბოლოო აუქციონამდე, მეორე განმეორებით აუქციონამდე ხშირად არის ხოლმე 1 თვე, ანუ სულ 3 აუქციონი ორკვირიანი შუალედებით იყიდება, როდესაც შეიძლება რომ პირველ აუქციონზე თუ არის 70 თუ 75%-ად ქონება შეფასებული, მესამე აუქციონზე 5%-ად გაიყიდოს. 1 თვის ფარგლებში ხდება ეს, ამიტომაც ესეც, როდესაც ქონების ჩამოფასება ხდება მინიმუმამდე და იპოთეკით დაკვრითული ქონების რეალიზაციის შედეგად რჩება ნარჩენი ვალი, ეს არ არის მოვალის პასუხისგებლობა. როგორც გითხარით, ამ საკითხზე ვერ ვნახე მე ყოველ შემთხვევაში ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ამიტომაც რაც ვნახე, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. კონკრეტულად ამ ნორმასთან დაკავშირებით, რაც შეეხება იპოთეკური ქონების რეალიზაციის შემდეგ დარჩენილ ვალებს, ამერიკულ პრაქტიკაში ზუსტად მაქვს ციტირებული და მე რა ვიცი ეს ტექსტი თუ დაგჭირდებათ, მე ვნახე იქ დაუშვათ სასამართლოს მოგებრის მოსაზრებაში კი არის ნათქვამი რომ საფრანგეთში ასეა, იტალიაში ასეა, მაგრამ კონკრეტულად ნორმები ვერ ვნახე. რო არ გაჩენილიყო დაუშვათ ეხა ყველა ChatGPT-ს და რა ვიცი მილიონ რაღაცას იყენებს, ამიტომაც ორიგინალებიც დავაკოპირე და სასამართლოს საჭიროებას მისცემს შემოწმების მიზნით უშუალოდ კანონის ტექსტსაც გაისვოს. კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსის 580-B მუხლი ითვალისწინებს იმ ტიპის რეგულირებას, რომელსაც ეხა 276 მუხლის ფარგლებში ჩვენ ვასაჩივრებთ, ის უწოდებს ამას დეფიციტურ ვალებს და კრძალავს მის ამოღებას იმ შემთხვევაში, როდესაც ცესხი გამოყენებული არის საცხოვრებელი ქონების შესაძენად, რომელიც უზრუნველყოფილი არის სწორედ ამავე ქონებით. ხოლო 580 მუხლის, იგივე მუხლის D ნაწილი ამბობს, რომ არასასამართლო ჩამორთმევის შემდეგ დეფიციტის აკრძალა. ეს მუხლი გრძალავს დეფიციტური ვალის ამოღებას იმ შემთხვევაში, როდესაც ქონება ჩამორთმეულია არასასამართლო წესით. რაც არის სწორედ მაგალითად ჩვენ შემთხვევაში მარტო ამას არ ვასაჩივრებთ, მაგრამ ჩემი მარწმუნებლის შემთხვევა არის სწორედ ასეთი შემთხვევა, როდესაც გაყიდული არის მისი უძრავი ქონება არასასამართლო წესით უშუალოდ ბანკის მიერ ეგრეთ წოდებული სპეციალისტის აუქციონზე. ყველაზე საინტერესო აი ამ კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსიდან რაც იყო ჩვენთვის არის აგრეთვე 580-E ეგრეთ წოდებული short sale. უძრავი ქონების სფეროში ნიშნავს ისეთ გარიგებას, როცა ქონება იყიდება სესხზე ნაკლებ ფასად, ბანკის და მოვალის შეთანხმებით და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფლობელი ვერ ასრულებს იპოთეკური სესხის გადახდას. ეს არის ძალიან ლოგიკური დანაწესი, ეს ეგრეთ წოდებული short ქონება არის რაღაცა X ღირებულების, არავინ არ იცის ზუსტად, ნუ რაღაც საბაზრო ღირებულება არის ამასთან ახლოს. მაგრამ თუ ეს ქონება იყიდება სწრაფად, ეგრეთ წოდებული short sale და სწრაფად იცით რომ ყოველთვის იყიდება ნაკლებ ფასად და მაგალითად 50000 ლარად, მაშინ პირდაპირ მიუთითებს ეს კალიფორნიული კოდექსი, რომ ასეთ შემთხვევაში ნარჩენი კუდი არ რჩება. თუ გინდა სრულად ამოღება, კი ბატონო, უნდა გაიყიდოს ეს ქონება თავის საბაზრო ღირებულებასთან ახლოს.
ჩვენთან ეს ეგრეთ წოდებული მინიმალური ფასად მოთხოვნის ღირებულება. ანუ მილიონიანი ქონება შეგიძლია გაყიდო $500 თუ $500 არის შენი მოთხოვნა და ნუ $500 არა, მაგრამ $3000 ქუთაისში ბინების გაყიდვაზე პირადად მიმიღია სასამართლო დავებში მონაწილეობა. ანუ ეს ჩანაწერი მთლიანად გადმოწერილი ინგლისური ორიგინალი 580 წეს ექვეპუნქტი არის სწორედ ის ლოგიკა, რომელიც უნდა იყოს უძრავი ქონების რეალიზაციის დროს. იტალიის კანონი 1996 წლის ადგენს ანალოგიურ დებულებას. ასევე გვაქვს ესპანეთის კანონი არის ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში 1908 წელს მიღებული, სადაც არის ანალოგიური დებულება, თუმცა ვინმე რო არ იფიქროს, რომ ეს სხვა დროში არის მიღებული, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ამ კოდექსის საფუძველზე ახლო წარსულში 2015 წლის 25 ნოემბერს მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე 628/215, რომელიც შეეხებოდა სწორედ სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების საკითხს. და მთავარი მიგნებები, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მიუთითა ამ გადაწყვეტილებაში, რომ უნდა იყოს, არ უნდა აღემატებოდეს ფულის ჩვეულებრივ განაკვეთს სესხზე, ეს ეგრეთ წოდებული უზური ამ შემთხვევაში, რომელიც სასამართლომ იმსჯელა ეს პროცენტი და ბათილაცნო იყო 24.6%. ევროპულ პრაქტიკას დავასრულე პრაქტიკულად და ვიტყვი, საინტერესო იყო შინაარსობრივად იგივე არის გერმანიის უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ნომერი მითითებული მაქვს, რა ვიცი, ხლომისთვის მაინც ვიტყვი XIZR 252/99. საინტერესო ერთადერთი აქ ის იყო განსხვავებული სხვა ქვეყნებისგან გერმანიის უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ მან გამოიყენა შინაარსობრივად იგივე ნორმა, რაც ჩვენმა უზენაესმა სასამართლომ ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით და სპეციალური ნორმის და სპეციალური რეგულაციის გარეშე მიუთითა, რომ როდესაც ფინანსური ინსტიტუტის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად აღემატება ამ სფეროში საბაზრო განაკვეთებს, ეს უნდა იქნეს ცნობილი როგორც ამორალური გარიგება. და ბოლოს პრინციპში ამითი დავასრულებ, ხა შეიძლება სასამართლო პრაქტიკისთვის ფლად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდეს, მაგრამ ძალიან მომეწონა ფორმულირება ნახე ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნში. არ არის პირდაპირი ფორმულირება, მაგრამ დიდ დროს არ წაგართვებთ. ესე იგი თეთრი ვალუტაზე არის ლაპარაკი, რომ გასცეს კაცმა თუ ძალა ქნა და სულის ზუნს თუმანი თვეში ხუთშაბათ, ეს გამოდის გადავთვალე წლიური 30%. ანუ თუ სულის ზულს, თუ ხარ ფლად რა ვიცი, კაჯაია ბულავა, იმ შემთხვევაშიც კი ვახტანგ მეექვსი ამბობს, რომ ეს არის 30%. თუ სული ცოტა უყვარს აბაზად, ეს გამოდის 24% წლიური. თუ უკეთ უყვარს სამშაბათ და თუ მართლა უყვარს ორშაბათად, ორშაბათი გამოდის 12%. სულ უკეთესი ეს არის, სარგებელი საერთოდ არ აიღოს. ეხლა ვიღაცამ რო არ იფიქროს, რომ ეს პროცენტები დაუშვათ იმ დროში სხვანაირად იყო და ჩვენ დროში სხვანაირად არის, პროცენტის რაოდენობა მე რო ვნახე, დიდად განსხვავებული არ არის და პირველ კოდექსშიც კი ხამურაბის კოდექსში ვერცხლის სესხებზე არის წლიური 20%-ის განაკვეთი, რომელიც პრაქტიკულად 3500 წელი აშორებს ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნს და დიდად არ შეცვლილა და ევროპულ კოდექსებშიც არაიპოთეკურ სესხებზე დაახლოებით იგივე მარჟაზე არის საუბარი. საქართველოში ჩვენ საბოლოო ჯამში ეხლა მე რა თქმა უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, ალბათ პარლამენტის წარმომადგენელსაც თეორიულად ჩემზე მეტი ცოდნა გააჩნიათ და ასე ვთქვათ, ამ ნორმების კონკურენციის საკითხში უამრავი არგუმენტი შეიძლება იქნეს მოძიებული, რომელსაც სათანადოდ პასუხი ვერ გავცემ, მაგრამ რეალურად პასუხი საკითხი რაც შეეხება დღეს დღევანდელი კონსტიტუციური სარჩელი არის ის, რომ ნებისმიერი ცივილიზაცია პირველად ადამიანს კალამიც რო არ ქონდა და ლურსმანს რო უჭობდა აგურში და ისე რომ დაწერა პირველი კოდექსი ხამურაბმა, იმ დროიდან იქნა ეს შეზღუდვა და აბსოლუტურად ყველა შუა საუკუნეებრივ და ახალი დროის მიღებულ კოდექსებში დაწესებული არის, რომ ბანკებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს არ უნდა მიეცეს თავისი კლიენტების მოვალეების როგორი ტერმინი გამოვიყენოთ ახლა რო არ იყოს უხერხული, კაბალაში ჩაგდების მდგომარეობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსიც ისევე როგორც ბევრ საკითხში მიხვდა ამ ასე ვთქვათ ტრადიციას, მაგრამ იქვე არ ვიცი ვისი ინიციატივით დადგენილი იქნა გამონაკლისი, რომ აი ეს საკანონმდებლო სიკეთე, რომელიც მართლაც ასე თუ ისე რაღაცა გარკვეული ტიპის პოზიტიურ რეგულაციას ითვალისწინებს, ბაზრის 99%-ს არ შეეძლოს. რაც თავისთავად ცხადია, ვფიქრობ, რომ აზრს უკარგავს ამ ტიპის საკანონმდებლო რეგულაციას, ამიტომაც
ფიქრობ, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში ეს სადავო ნორმა უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად ცნობილი. ერთ არგუმენტსაც გავცემ პასუხს და დავბრუნდები ჩემ ადგილას. ხშირად რა თქმა უნდა საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას და მსჯელობს, დარწმუნებული ვარ, ესე მგონია მე, რომ თქვენ შეიძლება თვლით და ეს ნორმები სამართლო არის, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ითვალისწინებენ იმას, რომ აგრეთვე რა შედეგი შეიძლება გამოიყოს ამ, ასე ვთქვათ, თქვენმა მიღებულმა გადაწყვეტილებამ და სულ არ დააქციოს ეკონომიკა და არის ბანკების ასოციაციის ამ წერილში, ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეული მინიშნებები იმაზე, რომ გამოიწვევს ფინანსური ბაზრის არასტაბილურობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მინდა რომ ეს არგუმენტებიც გამოვრიცხოთ. მეორე გასაჩივრებულ ნორმასთან დაკავშირებით ეს საერთოდ არ არის, ასე ვთქვათ, არანაირი რისკი ბანკებისთვის, ეს არის ზემოგება, იმიტომ რომ ბანკს შეფასებული აქვს თვითონ ქონება და ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ 70%-ზე და უფრო ქვევით ფასდება ხოლმე ბანკის მიერ იპოთეკური სესხის გააცემის დროს ნებისმიერი ქონება, თუ ღირს 100.000 არავინ არ მოგცემს 70.000-ზე მეტ სესხს, ესეც უკეთეს შემთხვევაში, ასე რომ არც ერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, 276 მუხლის ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულად ცნობა არანაირ არასტაბილურობას ამ სექტორში არ გამოიწვევს. რაც შეეხება პირველ გასაჩივრებულ ნორმას 526 მუხლის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში არის მითითებული, აქაც მოგახსენებთ მე თვითონ ბანკების ასოციაციის მოსაზრებიდან ამოვიკითხე, პირველივე დასაწყისში არის ეს მითითებული, რომ წერია რომ ისედაც უფრო დაბალი არისო საბანკო პროდუქტებიო, საბანკო პროცენტებიო ამ სექტორში და თუ ისედაც უფრო დაბალი არის, ესე იგი არანაირ ყევებს და არეულობას ამ სექტორში ამ ტიპის რეგულაცია არ გამოიწვევს და ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აბსოლუტურად შვიდად მიიღოს სწორი გადაწყვეტილებას, ისედაც რა თქმა უნდა თავის დაუცხადეს სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ იმ შიშების და იმ რისკების გარეშე, რომ ამას შეიძლება სასწორის მეორე პინაზე მდგომ სიკეთეს რაიმე ზიანი მიაყენოს. დიდი მადლობა. ის ბანო ახლა იცით რა არის 276 აი ამ სადავო ნორმასთან მიმართებაში. ანუ თქვენი ანხსნა განმარტებიდან გამომდინარე გავიგეთ, რომ თქვენ აზუსტებთ მოთხოვნას, ხო უბრალოდ ამცირებთ. ანუ ბოლო წინადადების არაკონსტიტუციურობას ითხოვთ, ასე გამოდის, ხო? არა, ბოლო წინადადება არის საქართველოს ეროვნული ბანკი. არა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისა და მხარეთა შორის დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით განსხვავებული წესი. პირველ რიგში ბოდიშგიტი მე არ ვიცი საკონსტიტუციო სარჩელში რატო გაგვეპარა ეს ტექნიკური შეცდომა, მაგრამ ეხლა მივთითებ ნორმა აქ ვარ. თუ გამსესხებელი კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი. აი ამ სიტყვებს ვასაჩივრებთ. უკაცრავ და მე აბა რა ხდება მაშინ? მე არის არაჩვეულებრივი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ანუ თუ არ არის ეს მოთხოვნები არსებობს, ხო? მაგრამ თუ არის რა ხდება ამ ნორმაში არ წერია და მესამ ბოლო წინადადება ამბობს რომ თუ არისო, მაშინო ბანკმა დაუდგინოს, ხო, განსხვავებული. არა, ეროვნულ ბანკს შეუძლია რომ განსხვავებული რეგულაცია დააწესოს, მაგრამ ნახეთ, წავიკითხავ ნორმას, რომ რამე ის არ დარჩეს. ესე იგი, მე რაც წავიკითხე ნორმა ამით იწყება, კიდევ ერთხელ წავიკითხო, თუ გამსესხებელი კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი. ამას ვასაჩივრებთ ეს. ესე იგი, იმ ჩანაწერს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ამაზე არ ცნობია. ეხლა მოდი გავაგრძელებთ, დიახ. გავიგე, მაგრამ თუ დააგვირდით ეს რაღაცა. დიახ. ანუ ყველა ნორმაში, ანუ ყველა ნორმას აქვს მისი შინაარსი და ახლა ცალკე რაღაცა სიტყვებს თუ ამოვუჭრით, შეიძლება მივიღოთ სხვა ფორმულირება, ხო? მესამე ნაწილი როგორ იწყება? თუ მაგალითად ასეთი არ არის, ადგენს რაღაც წესს, ხო? რომელიც თქვენ მოგწონთ. მაგრამ თუ ასეთია, მაშინ დასადგენს, რომ ეს ნორმა თუ არ ამბობს. არა გვაქვს. არა, ხო, ანუ ეს ამ კუთხით არაფერს არ გვაძლევს, ხო, გადაწყვეტას თუ დაქვემდებარებულია ეროვნულ ბანკზე, მაშინ რა უნდა მოხდეს. ამას ამბობს მესამე, ხო, შეიძლება განსხვავებული დაადგინოს, მესამე წინადადება. პირველი წინადადება რას ამბობს? აი, რაღაცა რო გადავიტანოთ სხვა სიტუაციაზე. თუ პირი არ არის 18 წელს მიღწეული, თქვათ, რაღაცა რეგულაცია არსებობდეს, რომელიც თქვენ რომ კარგი დაცვა.
და ასაჩული თქვენ რომ თუ არაა 18 წელს მიწეული, ანუ მაგრამ თუა 18 წელს თუ არაა მიწეული, თვითონ ეს ნორმა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტა სხვა იძლევა. ანუ რაღაცა პირთა წრეს გამორიცხავს ამ დაცვიდან, მაგრამ შეიძლება იქ კიდე უკეთესიცაა, ხო? დაცვა შეიძლება უკეთეს თავაზობს და იმიტომ გამორიცხავს. ანუ ვერ მიმდით აი ცოტა აი კონკრეტ მე რა გონია რომ ნორმატიული პრაქტიკა რომ სიტყვაც კი ამოუღია რა თუ წინადადება და თუ ამ შეზღუდვას ამოვიღებთ აი ამ პირველ ძიმემდე მე რჩება დასრულებული ნორმა რომელიც თანაბრად გავრცელდება ხა ეს მიდგომა დიდი ხანია შეცვალა საკონსტიტუციო სასამართლოდ თუ ნახავთ მაგ პრაქტიკას და ამბობს რომ აი თვითონ რა თქმა უნდა ეხლა სიტყვის ამოღებით შეგვიძლია საერთოდ ახალი ნორმა მივიღოთ ხო საკონსტიტუციო სასამართლო ამას აღარ აკეთებს ანუ კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს ასაც ეს ერთიანობაში იძლევა იმაზე მსჯელობს კარგი ამასთან დაკავშირებით ალბათ ჯობია რომ მიცეთ რომ თქვენ კიდევ კარგად გაეცნოთ კლიან კონსტრუქციას და ანუ ხო ჩვენი ზუსტი შინაარსი ჩამოყალიბეთ ნორმატიული კი გასაგებია თქვენი ზარი პრობლემაა ის რომ დაცვა კარგია დაცვიდან გამონაკლისი ცუდია ანუ ეს გავიგეთ ნორმაში ამას სადაინახავთ ჩამოყალიბდით და დაუზუსტეთ. კი ბატონო, ერთადერთი რაც ეხლავე შემიძლია ვთქვა, რომ შინაარსობრივად 625-თან მიმართებაშიც გვაქვს ზუსტად იგივე და უბრალოდ იქ კანონმდებელმა რა ვიცი რატო საკანონმდებლო ტექნიკის დროს ცალკე გამოყო ეს გამონაკლისი. აქ უბრალოდ შიგნით არის, თორე ეს რაღაცა მექანიკურად რამე ილეც კი არ ვაკეთებ ჩვენ რომ სხვა ნორმა მივიღოთ. გამონაკლისი და კიდევ ერთი მინდა კითხოთ, აი აქ ცალსახად არის ხო ეროვნული ბანკი უფლებამოსილია. რომ რაღაც განახორციელოს. აი დაუშვათ მაგალითად თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ისე როგორც დაუშვათ თუნდაც დააზუსტებთ ან როგორც სასამართლოს ახლა წარმოუდგენთ. მაგრამ ხომ არ ფიქრობ და ხომ არ ხართ ინფორმირებული რომ ამ ნორმის მიუხედავად მაგალითად ეროვნულ ბანკს კიდევ ცალკე თუნდაც მისი სპეციალური კანონმდებლობა ანიჭებს ისეთ უფლებამოსილებებს ორგანული კანონით დადგენილ ისეთ უფლებამოსილებებს, რომელმაც შესაძლოა მისი რეგულირების სფეროა, ხო და თავისი სპეციალური კანონიდან გამომდინარე ეს წესრიგი მაინც ასე ვთქვათ დააწესოს და მოაწესრიგოს ისე რომ კლიენტისა და ბანკ შორის ურთიერთობა რეალურად მაინც მოწესრიგდეს იმ ასე ვთქვათ სპეციალურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავებული ხელშეკრულების პირობებში ისე რომ აი ეს სამოქალაქო კოდექსი რომც აღარ იყოს ასე მოწესრიგება ეს რეგულაცია ასეთი რომ აღარ იყოს მაგალითად სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში მაინც იქნებოდა შესაძლებელი სწორედ ეროვნული ბანკის სპეციალური კანონმდებლობით მის მიერ მიღებული აქტების საფუძველზე დარეგულირდეს ეს ურთიერთობა კლიენტსა და ბანკს შორის მაინც იმგვარად რომელიც შეიძლება ისევ პრობლემური იყოს თქვენი მარწმუნებლებისთვის. ანუ აქ წყდება ეს პრობლემა, ან აქ დაკმაყოფილება სარჩელის სასამართლო არანაირად წინასწარ აზრს არ გამოთქვამს, ვერც გამოთქვამს. ანუ მე რას ვამბობ, ეროვნული ბანკი თავის მხრივ იქნება თუ არა მაინც უფლებამოსილი, მისი მარეგულირებელი, უშუალოდ ბანკის მარეგულირებელი ორგანული კანონმდებლობით და შესაბამისად მის მიერ მიღებული აქტებით რომ კვლავ დაარეგულიროს კლიენტსა და ასე ვთქვათ კომერციულ ბანკს შორის ურთიერთობა იმგვარად რომ ისეთი ხელშეკრულებები დაიდოს რაც ფაქტიურად მაინც იქნება პრობლემური თქვენი მარწმუნებლებისთვის ამ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის. ანუ არ შეუძლია რომ ეროვნული ბანკის კანონმდებლობით სიტყვაზე თუკი თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება ყველა ერთ მე გადაფაროსო სამოქალაქოს კოდექსის მოთხოვნები. იმიტომ რომ მარტო სამოქალაქო კოდექსი ხო არ არეგულირებს თუნდაც ბანკის კმედებებს, მის რეგულაციებს, რომელსაც ასევე იყენებენ პროცესს მარტო სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. არა, სხვა რეგულაციები არის ეროვნული ბანკის. ან ნახეთ, როდესაც ჩვენ მივდივართ ბანკში და ვდებთ ხელშეკრულებას, ხო და რა ვიცი, ჩვენც გქონია კრედიტები მე ამ შემთხვევაში დავფარე და ეს ალბათ კარგია ამ დავის შემთხვევაში მოხსენებელი რო არ იყოს რაიმე საკრედიტო ურთიერთობაში ბანკებთან
და რა მინდა გითხრათ, მხოლოდ ამ კოდექსით ხომ არ ხელმძღვანელობს კომერციული ბანკი, არამედ კიდევ ბანკის მიერ და თუნდაც ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება არსებობს, ხო? ბანკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დადგენილი, რომელსაც ის გამოსცემს მისი იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რაც მისი ორგანული მარეგულირებელი კანონით არის დადგენილი, ხომ არ არის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ ამ კანონის თუნდაც არ არსებობის, არაკონსტიტუციურობით და ცნობის შემთხვევაში სხვა კანონმდებლობით მსგავსი მოწესრიგება მაინც დარჩეს, მაინც შესაძლებელი იყოს ბანკსა და კლიენტ შორის ურთიერთობის. თუ გაქვთ ამაზე პასუხი, გაქვთ თუ არა და კი ბატონო, ჩვენ ამ კითხვებს დაუსვავთ ბანკსაც მოწვეულია და მოპასუხესაც. მართალი რომ გითხრათ, ზუსტი პასუხი არ მაქვს, გაუდინარი იქნება ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ეს ჩემი როგორც იურისტის მოსაზრება არის, რომ აი ეს ბოლო წინადადება საერთოდ ხარვეზიანი არის იურიდიულად და მსგავსი ტიპის ჩანაწერი არც მახსენდება სხვა კანონში, რომ კანონში ეწეროს ნორმა და მერე მითითებული იყოს, რომ კანონქვემდებარე აქტით შეიძლება შეიცვალოს. კანონქვემდებარე აქტით როგორც წესი მითითებული არის ხოლმე. კარი ბატონო გახა ეგეთები ხშირად გამიხილია. ქურდო, გაგიხილიათ და იმედია შესაძლოა გადაწყვეტილებაც მიგიღიათ, მაგრამ ქურდობა ითვალისწინებს სასჯელს 5 წლამდე, მაგრამ პროკურატურას შეუძლია დაადგინოს სხვა ვადას, რა ვიცი. როგორც წესი, კი ბატონო, გამონაკლისები შეიძლება არსებობს, მაგრამ კანონისა და საკანონმდებლო ნორმატიული აქტების იერარქია გულისხმობს იმას, რომ კანონქვემდებარე ნორმატიულმა აქტმა უნდა გასაზღვროს ის, რაც კანონში არ არის მოწესრიგებული და თუ კანონმა დააწესა ზედაზღვარი, რა ვიცი, კანონქვემდებარე აქტით მისი მერე განსაკუთრებით მოვალის თუ ფიზიკური პირის საუარისოდ მისი შეცვლა, მგონია რომ პრინციპში ეწინააღმდეგება საკანონმდებლო პრინციპის ბუნებას. ხო, ბატონ კახა, ანუ კიდევ ერთხელ მე მგონი თქვენიც მიხვდით, რასაც გეკითხებათ სასამართლო და არა მარტო თქვენ ბანკესაც შევეკითხებთ და პარლამენტსაც იგივეს, რომც დაკმაყოფილდეს თქვენი სასარჩელო მოთხოვნა, საკანონმდებლო ბაზა რამდენად იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს დარეგულირება დარჩეს მსგავსი, როგორიცაც გადაწყობს ეროვნული ბანკი. ამ ჩანაწერის კონტექსტში, მესამე წინადადების კონტექსტში? ხო, ანუ საკანონმდებლო ბაზა დანარჩენი ზოგადად. დანარჩენი ზოგადად პროცენტის ზედაზღვარს არ ეხება. ანუ სხვა კანონით პროცენტის ზედაზღვარი დარეგულირებული არ არის. არის ეს ჩანაწერი, რომ კანონქვემდებარე აქტით ბანკს აქვს უფლებამოსილება. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული და ეროვნული ბანკი მოწვეული არის, ასეთი რეგულირება ზედაზღვართან დაკავშირებით არ არსებობს. თუმცა რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი მოგვახსენებს და იქ რეგულაციები სხვა საკითხებს შეეხება, იპოთეკით როგორ უნდა დაიწურთოს, ვის შეგიძლია მისცე, ვის არ შეგიძლია მისცე, შემოსავლების დასაბუთება და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, შევეკითხოთ. თუ როდესმე კიდე დადგინება, რომ კანონქვემდებარე აქტი კანონს ეწინააღმდეგება, მაგისთვისაც არის საკანონმდებლო ბაზა. კი ბატონო, ეგ უკვე კი ბატონო. არასაკონსტიტუციო იურისდიქციაში შეიძლება მოგვარდეს. ბატონო ხა ეხლა კითხვა-პასუხის ეტაპზე არ ვარ, დაგისმენთ და ამაზე შეგიძლიათ მოგვიანებით გავცეთ პასუხი უბრალოდ რო ვიფიქროთ ამ საკითხზე. ანუ აი დავიწყოთ 276-დან, ხო? აი ესეთ შემთხვევებში ხდება სესხის გაცემა, ხო და იქ არის გიდამნობის საგანი ან იპოთეკის საგანი, ხო, რაც ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. ამ შემთხვევაში ამ გარიგების თავარი ნაწილი ეს არაა, ხო? ეს უბრალოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, ხო? თორემ თავარი ბირთვი აქ გარიგება არის სესხი, ხო? სესხის გაცემა, სესხის დაბრუნება და იქ შეიძლება ბევრი რამე დაუკავშირდეს ამ ყველაფერს. ოღონდ ამას ემატება მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი, რომ თუ კი ვერ მოხდა, გადახდა, ხო? აი რაღაცა ეს საგანი ამ მოთხოვნით დაპირკულია, გაიყიდა, გასვლის და გაჩუქდა რაღაცა ყოველთვის შეგვიძლია ამ საგანთან მივიდეთ და უპირატესად აქედან დავიკმაყოფილოთ, ხო? რაც არ გამორიცხავს ზოგადად იგივე მოთხოვნის სხვა აქტივებიდან დაკმაყოფილებას, ხო? თავარია მოთხოვნა, მისი მოცულობა და შემდეგ მისი ასრულება, ხო? გადახდა. გავიგეთ თქვენი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, მაგალითად დისკრიმინაციასთან, რომ თუ ვიცავთ ერთ მხარეს, ანუ ერთთან ურთიერთობაში და სახელმწიფო ხედავს, რომ აქ ღირსი დაცვის ინტერესია, ისეთივე დაცვა უნდა იყოს სხვა პირებთან მიმართებაშიც. ნუ ეს გასაგებია, ამაზე კითხვა არ აქვს. მაგრამ კითხვა არის ჩემი რა, რომ ხომ არ არის რაიმე, ხომ ვერ მიუთითებდით სასამართლოს რაიმე კონსტიტუციურ ინტერესს, რაც აი ამ დისკრიმინაციას კიდევ უფრო მაგალითად ხელშესახებს გახდიდა, ხო, ამ დიფერენცირებას, აი რა მაქვს ხელველობაში.
აი ის რომ თქვათ, პირობითად ერთ პირს აქვს 100,000 ლარი ვალი, რომ მეორე პირის ავარი პროცენტებს და ყველაფერს. ამის უზრუნველსაყოფად მოხდა რაღაცა ქონების დატვირთვა, ხო? რომელიც შეიძლება იყოს 100,000-ის ღირებულების 200-ის, ან სულაც 20-ის, ხო? დადების მილში. ამ ხელშეკრულების. და ეს ღირებულება შეიძლება შეიცვალოს პირიქით, ან გაიზარდოს და 100,000-იანი გახდეს მილიონიანი, ან პირიქით გახდეს 10,000-იანი. ეს ქონება ცალკე არსებობს, ხო? ცალკე არსებობს ვალდებულება. აი ის რომ პირი მოითხოვდეს იმას, რომ იცით რა, მე კი მაქვს 100,000 ლარი ვალი, მაგრამ ეს ქონება რომ გახდა 10,000. მე 10,000-ზე მეტი ასრულება არ უნდა მომთხოვოს. აი ამასთან თუ ამაზე მეც მომთხოვს, რაღაცა კონსტიტუცია მე ამიდან მიცავს, რომ ეს არ უნდა მოხდეს. აი ამასთან დაკავშირებით კითხვა გასაგებია, ბუნდოვანი ხო არაა? თუ ბუნდოვანია კონსტიტუციის მე-11 მუხთან მიმართებაში თუ მეკითხებით, ოღონდ მე-11 მუხტი დაცული რა, ხო? საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ აქ არის უნივერსალური თანასწორობის პრინციპი, ხო? აქ არ აქვს მნიშვნელობა, თქვა საკუთრების უფლებაში ხდება, დიფერენცირება, რაღაცაში ხდება, საერთოდ არაა უფლება და მაინც ხდება ვიღაცას ვაწერ ჯილდოს სახელმწიფო 1000 ლარს, სულ არ აქვს მას ამის მოთხოვნის უფლება. და მეორე სიმნაის არ ებაძნებ, ხო? აქაც იგება, ხო? მე-11 მუხტის საკითხი. მაგრამ თვითონ დიფერენცირების ხარისხის შეფასებისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რა სფეროში ხდება. თუ კი მაგალითად ეს ხდება საკუთრების უფლებაში, რომელიც კონსტიტუციის ისედაც გარანტირებულია, აქ შეიძლება შეფასების ანუ მოთხოვნა თვითონ კანონმდებლისადმი უფრო მკაცრი იყოს და როდესაც არაფერი არა უბრალოდ კანონმდებელი კეთილინებით ვიღაცას პრეფერენციას ანიჭებს და სხვას არ ანიჭებს, შეიძლება ნაკლები იყოს, ან იგი. აი კითხვა ესაა, ჩემი რომ გავიგეთ ის რომ თუ ერთ იცავ მე რატო არ ვიცავ, მე-11-სთან, მაგრამ ხომ არ არის ამასთანავე, აი რაც ეხლა აგიღწევთ, ხო? დაცვა რას უგეუბნება. კი გაქვს 100,000 ლარი, მაგრამ 10,000-ად რო გაიყიდა ქონება 80 ის რა ქვია 90 დაირიცხე, აღარ გაქვს, ხო? ამას აქვს ხო ის დაცვა რაც გველი. გავიგე, კი, დაცვა ერთი რამდენად ფასეულია. ანუ მატერიალური უფლებაც მატერიალური საფუძველი შეიძლება ვიღაცა ეს პირიქით გაასაჩინოს, ხო? რომ 100,000 ქონდა რომ ჩემი ვალიო და რა საკანონმდებლო გადაწყვეტა მოუტანიაო 10,000-ად გაიყიდა ის ქონება ან გაუფასდა და აუქციონზე ვერ გაიყიდა ან დაზიანდა რაღაცა დაემართა და მე ჩემი 100,000 ვალიოა გამადა არავინ ახლის სადაუდა ამას იმ ქონების გარდა კიდე 10 ქონება კაი ბიზნესია კაი შემოსავალია და მე 90,000 ვედინდები ხო შეიძლება ეს პირიქითაც გახდეს და არის თუ არა რაღაცა პირის კონსტიტუციური ინტერესი როგორც ამ ნორმასთან ისევე პროცენტებთან რომ აი იმის მიღმა რომ თანაბრად რატო არ მიცავ აი ამის მიღმა რომ პირმა თქვას აი ამასთანავე კანონმდებელს მოეთხოვებოდა ანუ ზოგადად თუ აი ამ კუთხით ჩემი უფლებები უკეთ დაეცვა აი სადღაც კიდე რაღაცა სფეროში ვარდებოდა თქვა კონსტიტუციის დაცვა და აი ამ სფეროშიც ნახე ერთის დაიცვა ანუ კარგად გააკეთა თქვა მე ვახშერებთან და ჩვენთან დაკავშირებით ეს დატოვა დაცვის გარეშე და მე-11-სთან ეს შეფასე. რაიმე ესეთი თუ იქნება, კიდევ ერთხელ გეუბნები, პაპაცობის ეტაპი არა, თუ ესეთ კონსტიტუციურ უფლებას ან ინტერესს გამოკვეთავთ სასამართლოს რო უთხრა, თორე ეს გასაგებია. მოგვიანებით ვისარგებლება. კი ბატონო, ეს კითხვა მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ აქ ჰორიზონტალურ ურთიერთობებთან გვაქვს საქმე მოიხსენებათ, არის სამოქალაქო სამართლის სფერო და შეიძლება ერთის მიმართ, ასე ვთქვათ, სხვაგვარი მოპყრობა და სხვაგვარად გადაწყვეტა მეორის უფლებაში ზედმეტებულ ჩარევის მიზეზიც იქცეს, ხო? ამიტომ არის საინტერესო თუ ხედავთ კიდევ რაიმე დამატებით უფლებად, რომ როგორც იყო დასვული მოკლედ ბატონ თემურ, მადლობა კითხვისთვის. კითხვა-პასუხის რეჟიმი ჩვენ კიდევ შემდეგ გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე შეგიძლიათ დაბრძანდეთ, მივიღეთ თქვენი ახსნა განმარტება. რაიმეს დამატება ხო არ სურს მოსარჩელეს, წარმოდგენილი არის, რადგან არიან